რაზი საუბრობდა თავისუფალ მედიაზე, მნიშვნელობაზე და ზუსტად რამდენიმე საათის წინ მოხდა ძალიან საინტერესო ამბავი, ძალიან სიმპტომატური, ისეთი, რომელიც ძალიან კარგად ავლენს რა მოხდება და პრინციპში რა ხდება უკვე. აჭარა ტაიმსის სულიშავლის დამფუძნებელს, თავარ რედაქტორს, რა ვიცი, ერთი კაცის მედია პრაქტიკულად, სულხან მესხიძეს დაურეკა მოქალაქემ, რომელიც არის დიდი გამოცდილების ადამიანი, უკვე ასაკში არის და მის უბანში იმდენად ცუდად ჩაატარეს ინფრასტრუქტურის სამუშაო, რომ ეს ადამიანი შეწუხდა და იფიქრა, რომ თუ ეს ასე დარჩება, მორიგი მსხვერპლი დასრულდება ყველაფერი. იმიტომ რომ ამ კარგ მოქალაქეს ახსოვს, რომ რაღაცა 2 თვეც არ არის გასული ლევანის და ანდრიას დაღუპვიდან, რომელზეც საქმე კი აღძრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაში არავინ არ აგებს პასუხს, ან დიდი თუ რაღაცა ადგილობრივებმა ხმა მოიღეს, შეიძლება ჩვეულებრივ მუშამდე დავიდეს პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც ჩვენ გვინახავს ეს ყველაფერი არაერთხელ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში და გვიწევს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება. ვიღაცები თავს იმართლებენ იმით, რომ თურმე რიყის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 16 წლის ბიჭი დაიღუპა იმის გამო, რომ სარქველი არ ჰქონდა ჭას, მარიტარა შეეწირდნენ ყმაწვილები, პატარა გოგო ბიჭები იმ დანაშაულებრივ გულგრილობას, რასაც ჩადის სახელმწიფო ორგანოები მიტაცებული ქართული ოცნება, ამას ჩვენ შევეგუეთ და ამ კაცმა ალბათ იფიქრა, რომ მოდი ერთ კარგ საქმეს მაინც გავაკეთებ და დაურეკა სანდო ჟურნალის. მივიდა სუხანი, გააკეთა ლაივი, სადაც ყვებოდა, რომ როგორ სულ მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა, როგორ საჭიროებს მიხედვას, დასრულებას პროექტი, რომელშიც ჩვენი ფულია გადახდილი, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, ან თორნიკე რიჟვაძის, ან მამამისის დავით რიჟვაძის, რომელიც როგორც ქართული ოცნებისთვისაც კი ზედმეტი აღმოჩნდა ამ ადამიანების კორუფციაში გახვევა და მოაშორეს ადგილს, მაგრამ მოიყვანეს ახალი კადრი თამაზაშვილი, რომელიც ისეთი კარიერით იწყებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობას, რომ არ ვიცი რეალურად პოლიციური რეჟიმის გაძლიერების გარდა რას უნდა ველოდოთ მისგან და ამ ლაივიდან სულ რამდენიმე წუთში იგივე მოქალაქე ურეკავს სულხან მესხიძეს, აკანკალებული, რომ როგორღაც იქნებ გააქროს, მოაშთოს, წაშალოს მასალა. ანუ 80 წელს მიტანებულ მოქალაქეს დაურეკა ვიღაცა უსინდისო, ნამუს გარეცხილმა ქოცმა და დაუწყო ბოდიში ამ ჟარგონისთვის და პრავის კაჩაობა იმის გამო, რომ როგორ დაურეკა დამოუკიდებელ ჟურნალის და როგორ მოათხოვინა პასუხი ადგილობრივი ხელისუფლების. ამ დონემდე დავედით. ამ დონემდე დავიდა გაგება საჯარო მოხელეობის. ამ დონემდე დავიდა მათი სიყვარული ფუფუნებისადმი. გაუთავებელი ვოიაჟებისადმი, რომელსაც იმედია მალე ვეღარ შეძლებენ, იმიტომ რომ უბრალოდ შესასვლელი პირი არ ექნებათ და არც საჭირო დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ უბრალოდ იქნებიან იმ აბსოლუტურად ლოგიკურ, აბსოლუტურად გამართლებულ და სწორ სანქციებში, ხო? მაგრამ რა ხდება აქ საქართველოში 80 წლის ადამიანისთვის იცლის ვიღაცა მერიიდან, ვიღაცა საკრებულოდან და ყველაფერი იმის ნაცვლად, რომ დროულად მოაგვარონ ამ ადამიანს, ამ პენსიონერ ადამიანს, რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ამ ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას ისე, რომ ჟურნალისტისთვის არ ეკინებენ არიქა ახლავე მოაშორებინე მასალაო. ეს არის დამდგარი რეალობა. ეს არ არის რაღაცა ჩრდილოეთ კორეის ამბავი, ეს არ არის რუსეთის ამბავი, ეს არ არის რაღაცა ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფოების ირანის და ბელორუსის და ასე შემდეგ მაგალითი. ეს არის ჩვენი რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორების არანაირი სურვილი არ აქვს ადამიანებს, იმიტომ რომ გონიათ, რომ მათ ეს არ ეხება. არ არის ასე. სამწუხაროა, რომ 20-იანი 30-იანი წლების ისტორიას როცა ვკითხულობთ, იმ მწერლებს და იმ ხელოვანებსაც პირველ რიგში მიადგა ბოლშევიკური რეჟიმი, რომელთა ნაწილი ხელგაშლილი შეეგება ბოლშევიკებს, არიქა მენშევიკური მთავრობა ცუდიაო. ზოგიერთი დაიჭირეს და დახვრიტეს, ზოგიერთი გადაასახლეს, ჩვენ ვიცით ეს როგორც მოხდება.
იმიტომ რომ ისტორიას ახასიათებს ციკლურობა. სამწუხაროდ ისტორიას ახასიათებს ისიც რომ უნივერსიტეტიდან აგდებენ იმ ადამიანებს, რომლებაც ეს უნივერსიტეტი დააფუძნეს. ილია უკაცრავად ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან რამდენიმე დღე გავიდა სულ და უნივერსიტეტის პროფესორს ლალი ანთიძეს მინდა ეხლა სიტყვა გადავცე და გვითხრას ეს კანონები, აი ეს ავტორიტარული რეჟიმი, რას უქადის აკადემიურ თავისუფლებას, რას უქადის სასწავლო პროცესს, რადგან შეიძლება დავიდეთ იქ, სადაც მართველი პარტიის კომაგი, წევრი ადამიანი, რომელიც ყველაზე რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა, მოიყვანეს უნივერსიტეტის რექტორად. პირდაპირ პარტიული ხაზი გაატანეს.